მედიის შესახებ კანონ პროექტს ეხმაურება მაკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა ტორნტონი. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა. ისევე შეფასებით, ეს არის თავისუფალ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. ლორა ტორნტონის თქმით, ქართულმა ოცნებამ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც არალეგიტიმურია და ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შრე საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით მათ ხელშია. ქართულმა ოცნებამ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც ჩემი აზრით არალეგიტიმურია. ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შრე საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით მათ ხელშია. დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა. ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს, მაგალითად უნგრეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინზე, რომელმაც რამდენიმე ისეთი კანონი დააინიცირა რუსეთში, რაც ძალიან გავს იმას, რაც საქართველოში ხდება. ვფიქრობ, დამატებით პრობლემას ქმნის ის, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებდნენ, ახლა გაქრა. ასე რომ ვფიქრობ, სამომავლოდ საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება არა მარტო კანონმდებლობა, რომელიც საგარეო დაფინანსებას კრძალავს, არამედ ისიც, რომ ქვეყანაში, რომელიც მდიდარი არაა, როგორ უნდა მივიდნენ მედიები ადგილობრივ დონორებთან, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი სუბსიდირების ორგანიზება მოხდეს და ასე შემდეგ. ლორა ტორნტონმა ყველაზე კარგად იცის, რომ საქართველოში მედია თავისუფალია ისე, როგორც არსად შეიძლება ითქვას. მან ყველაზე კარგად იცის, რომ იმ რადიკალურ ოპოზიციურ ტელევიზიებს აქვთ სწორედაც, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსება, არა მხოლოდ ქართველი ხალხის ნაქურდალი ფულით, არამედ თავად იმ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომელიც თურმე, როგორც აღმოჩნდა, აფინანსებდა ამ ოპოზიციურ ტელევიზიებს. ლორა ტორნტონს ამავდროულად არაფერი საერთო არ აქვს ქართველების და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებთან. ის ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიმდინარეობას და ჯგუფს, რომელიც ფარგლებშიც აქ ყოფნისგან დაწყებული უკვე ახლა მაკეინის ინსტიტუტის გადმოსახედიდან ანგრევს და ამსხრევს ყველაფერს სწორს, რასაც ქართველები ვაშენებთ.